ხვალ ჩვენ თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენებას აღნიშნავთ, ხო რომ ზეგ 13 ივლისს წმინდა ეკლესიამ დაადგინა უკვე კრება 12 მოციქულის და ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, ცხადია, ზეგინდელი დღე, ვინაიდან დედა ტაძრის, ჩვენი მთავარი ტაძრის, ჩვენი მთავარი ღირსების, ღირებულების სვეტი ცხოვლის დღესასწაულია, ვინაიდან სვეტი ცხოველი სწორედ 12 მოციქულის სახელზე აგებული და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენს ეთერში, შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრისმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. დაგლოცეთ მამა იაკობ, გილოცავ დამდეგ პეტრე პავლობას, გილოცავ დამდეგ მოციქულების სენებას და აი ესეც ქვია, ხო, აი ცოტა ცხოველთ უწოდებთ, მაგრამ რაღაც ესეც ერთგვარი სიმბოლურია, რომ 12 მოციქულის სახელზე ეს ტაძარი აგებული და ხანდახან არის ხოლმე გაურება ორჯერ აღენიშნება და ამ შემთხვევაში ჩვენ 12 მოციქულის სენებას თავარ დღესასწაულთ ამ ტაძრის ზეიმობთ. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ჩვენს მართლა თავარ ტაძარზე და არა მხოლოდ რაღაც სულიერების უპირველეს ყოვლისა, რა გნებოთ არქიტექტურულ, გნებოთ ისტორიულ თავარ ძეგლზე შეიძლება ითქვას. ყველაზე მთავარი ალბათ სახარების შეულისწავლებიდან გამომდინარე, რაც მას უკავშირდება, ეს არის კვართი უფლისა და ამასთან დაკავშირებით ფსალმუნთა წიგნში და ასევე სხვა მრავალ წიგნში იყო წინასწარმეტყველება, ვითარცა ძაღლნი გარემომადგეს მე ფსალმუნთა წიგნი ამბობს და ასევე კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამასთან დაკავშირებით, უფლის ვნებასთან დაკავშირებით და ამ ვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეიძლება ითქვას წინასწარ იყო საუკუნეებით ადრე ნაუწყები და რაც შეეხება უშუალოდ კვართს ჩვენ ვიცით რომ ზეიდ გამო ვიდრე ქუედმდე იყო უკერველ, ანუ განსაკუთრებული ნაკეთობა იყო ამ თვალსაზრისით, იყო თავიდან ბოლომდე ნაქსოვი და რომაელი ჯარისკაცების ტრადიციიდან გამომდინარე ყველა ის ადამიანი ვინც იყო ჯვარცმული, მათი ნივთები, მათი შესამოსელი უმეტესწილად რჩებოდათ მათ და ძვლისგან დამზადებული კოჭებით, ასე ვთქვათ, ერთობოდნენ, თამაშობდნენ და ვინც მოიგებდა, ამას დარჩებოდა მონაგები, ასე ვთქვათ. და კვარცაზე და არ განიგდეს, ანუ თქვენს რომ განიგდეს წილი კი არ ნათქვამი წინასწარმეტყველთა წიგნში ამ შემთხვევაში მე ფსალმუნი ამბობს, მაგრამ არ გახიეს. ისევე როგორც წინასწარმეტყველები იყო ქრისტესთან დაკავშირებით, რომ ძვალი მისი არა შეიმუსროს, ასევე აი ეს კვართი დარჩა ისეთივე, როგორიც იყო პირვანდელი სახით, ანუ თქვენს ესეთი რამ ჯარისკაცებმა რომ მოდი არ გავხიოთ, არამედ სრულად, ასე ვთქვათ, ვისაც შეხვდება წილი, მისი იყოს. და სწორედ აი ამის გამო ამ ფორმით მოაღწია ჩვენამდე სრული სახით და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, წყალობა, როდესაც ჩვენ ქვეყანაში და აი ამ მთავარ ტაძარში სრული სახით ინახება იგი და რადგან დიდი სიწმინდეა, ჩვენ ვიცით რომ სიწმინდის დანაწილება ხდება და როგორც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე, დანაწილების გარეშე, ანუ სხვადასხვა ქვეყნებში არ არის მისი ნაწილები, ასე ვთქვათ, რომელიმე ძაფის ნაწილი ან ასე შემდეგ, არამედ სრულად არის ჩვენ ეკლესიაში დაუნჯებული ამ შემთხვევაში სვეტი ცხოველში. გარდა ამის ეკლესიის განყოფილების სიმბოლო, ხო? რა თქმა უნდა, დაურღვევლობის, მიუხედავად იმის ძალიან კარგია რომ ეს აღნიშნეთ თქვენ და გამახსენეთ, მიუხედავად იმისა რომ ეკლესიის ისტორიაში უამრავი, ასე ვთქვათ, ტალღა თეოლოგიური ფიქსირდება, რომელიც ცდილობდა ეკლესიის ერთობის, სისავსის დარღვევას, როგორც კვართი არის, ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი და სრულად შენარჩუნებული, ასევე ეკლესიის სიმართლე შენარჩუნდა და რა თქმა უნდა წინასახეობრივად ეს ამას მოასწავებდა. ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ ბიბლიაში ნაუწყები, თუნდაც აბრაამის გამარჯვება და მისი ტრიუმფალური სვლა სოდომიდან გომორისაკენ მომავალ გზაზე და ძალიან ბევრი რამ. დიახ, მამა იაკობ, ჩვენ როგორ ვთქვით, ესე იგი 12 მოციქულის სახელზე ეს ტაძარი აგებული და ზეგარი ტაძრის დღესასწაული. საინტერესოა, ეს თქვა უნდა, როცა რომელიმე წმინდანის სახელზე იგება ტაძარი, პატივის მიგება ამ წმინდანის და ჩვენი თავარი ტაძარი, ერთ-ერთი უძველესი ტაძარი, რადგან 12 მოციქულის სახელზე აშენდა, ერთგვარად შეიძლება და ვფიქრობ, რომ ეს იყო პატივი მიგება იმ სამოციქულო ღვაწლისა, ამიტომ ჩვენი ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია. დიახ. ჩვენ შეიძლება და დაუშვათ აგვეგო მხოლოდ და მხოლოდ ანდრია პირველწოდებულის ტაძარი ან სხვა მოციქულების, მაგრამ აი ეს ეკლესიის სისავსე, რომელიც კვართთან არის დაკავშირებული, ისეთი პრობლემები, რომელიც პერიოდულად თავად ეკლესიის წიაღში და მრევლის წიაღში იჩენდა ხოლმე თავს, აი მაგალითად მოციქულებრივ მამათა ეპოქაში, მოციქულების ეპოქაში და სხვა
მოღვაწეობის პერიოდში, მაგალითად, რომელია უფრო დიდი, იოანე ოქროპირი თუ ბასილი დიდი, პეტრე თუ პავლე და ამიტომაც ამბობს მოციქული, რომ ნუ ვინ იტყვის, რომ მე პეტრესი ვარ, მე კეფასი ვარ, მე აპოლოსი ვარ, ყველანი, ნუ თუ ჩემი სახელით ნათელიღეთ თქვენ და ყველანი ჩვენ ვართ ქრისტიანენი, ანუ ქრისტე იესოს მიერ და მისი სახელით ნათელღებულნი და მის მიერ გამოსყიდულნი ცოდვისმიერი მონობისაგან. ამიტომაც აი ეს დაწვრილმანება, რა თქმა უნდა, შეუფერებელი სულიერი ტონია, შეიძლება ითქვას და ჩვენმა წინაპარმა ძალიან კარგად იცოდა. ამიტომ 12-ვე მოციქულს თანაბარი პატივი მიეგო მათი მხრიდან და 12-ვე სახელზე აშენდა წმინდა ტაძარი სვეტიცხოვლისა. ასევე მინდა აღვნიშნო ეს უკვე ძველი აღთქმის წიგნს ეხება მეფეთა წიგნებს, ელია წინასწარმეტყველის ცხოვრება და მისი მოწაფის ელისეს ცხოვრება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ არა რომელიმე გამოცხადებას ან გარდამოცემაზე პირსიტყვიას, არამედ უშუალო წმინდა წერილის სწავლებას, ძველ და ახალ აღთქმას უკავშირდება აი ეს სიწმინდეები და ეს იშვიათია. ელია წინასწარმეტყველის ხალენზე მაქვს დიახ საუბარი, როდესაც თუნდაც ძალიან ბევრი ნიშნით არის ეს ტექსტი მეფეთა წიგნისა მნიშვნელოვანია იმით რომ როდესაც დაუშვათ რომელიმე დენომინაცია ან კონფესია გვიპირისპირდება ჩვენ და გვეუბნება რომ რატომ უნდა მივმართოთ სასულიერო პირს მამით ამის მაგალითი უშუალო წმინდა წერილშია ძველ აღთქმაში ამ შემთხვევაში მეფეთა წიგნში როგორ მიმართავს ელია წინასწარმეტყველს ელისე წინასწარმეტყველი მამა და მისი სანუგეშო ასე ვთქვათ ქმედება ამაღლების წინ ამაღლებაში გულისხმობ ცეცხლოვანი ეტლით ცხენებით ამაღლება რომელმაც არიხილა გემოს სიკვდილისა როგორც წმინდა წერილი ამბობს ამ ფორმით ნუგეში რომ მას დაუტოვა ხალენი აი ეს ხალენი კიდევ მნიშვნელოვანია იმით რომ წმინდა წერილში არა მარტო ძველ აღთქმაში ან ახსენები არამედ ელიას მოღვაწეობა გახსენებული არის პავლე მოციქულის მიერ, როდესაც იხსენებს წინასწარმეტყველებს ამბობს ესეთ რამეს რომ მათი ღირსი მთელი სამყაროც კი არ იყო და ქვაბთა და ჭალაკთა შეცვლილნი იყვნენ ისინი, ან უპოვარებაში ცხოვრობდნენ და იქცეოდეს ცხრის ტყავებითა, თხის ტყავებითა და ხალენებითა. ამ შემთხვევაში იგულისხმება ელია წინასწარმეტყველი, რა თქმა უნდა, ბევრი წინასწარმეტყველი იყო შემოსილი ტყავით, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე უხეში სამოსი და ნაკლებად ცვდებოდა, ანუ ერში დაბრუნება არ უწევდათ შესამოსლის მოსაპოვებლად. ვიცით რომ ასევე თმისაგან აქლემისა ემოსა იოანე ნათლისმცემელს ანუ მოღვაწე ადამიანებისათვის დამახასიათებელი იყო აი ეს შესამოსელი და მნიშვნელოვანი არის რომ იოანე ნათლისმცემელი და ელია წინასწარმეტყველი არის განსაკუთრებული მოღვაწეები ანუ წინასახენი მონაზვნობისა მათ მთელი ცხოვრება არა ნაზა რეველობა იმიტომ რომ ეს ტოპონიმთანაა დაკავშირებული არამედ ნაზორეველობა იტვირთეს რაც მოწმინდარობას ნიშნავდა და უქორწინებლობას და ორი წინასწარმეტყველი იყო ასეთი გამორჩეული ელია და იოანე ნათლისმცემელი და რა თქმა უნდა ქრისტე მისი მოღვაწეობის დროს მათი მაგალითის მსგავსად მთელი ცხოვრება უქორწინებლობა იტვირთა და არის მნიშვნელოვანი ის რომ როდესაც ჩვენ ვიდღესასწავლეთ ასევე იოანე ნათლისმცემლის შობა და ვრცელი საკითხავი იყო ამასთან დაკავშირებით წუხზე ცისკარზე და ასევე წუხსისკარზე და ასევე წირვის დროს და იქ არის ნახსენები ესეთი რამ რომ ესე სულითა ელიაისითა განვიდეს სამოღვაწეო ასპარეზი. ანუ იოანე ნათლისმცემელი გავიდა ასე ვთქვათ ელიას სულის მიერ. ელიას სულით იყო ნაკარნახევი მისი მოღვაწეობა. ელიას სული თავადვე იყო სულიწმინდის მიერ ნაკარნახევი, ანუ უფლის მიერ ნაუწყები გზა. აღასრულა ელია წინასწარმეტყველმა, ელიას უკვე მიბაძა იოანე ნათლისმცემელმა და რა თქმა უნდა ორი მოღვაწის კვალობაზე მერე განკაცებული ღმერთი იტვირთავს უქორწინებლობას და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ელიას მოღვაწება და რა თქმა უნდა ელისესი. დიახ, მამა იაკობ, ჩვენ საუბრობთ სვეტიცხოვლის სიწმინდეებზე და სიდონიას საფლავით ითვლება სიწმინდედ, ხო ბუნებრივია რომ კვართთან ერთად და ასევე ძელიცხოველი და კიდევ აი ესეთი ცნობილი სიწმინდეები რაც არის სვეტიცხოვლში დავანებული, აი მათაც რომ გვესაუბროთ და ასევე არის საფლავები ჩვენი დიდი მონარქების. ითვლება თუ არა მათი საფლავებით სიწმინდეებად? და აქვე აღნიშნოთ, ბარემ გავაერთიანოთ, რომ ტრადიციისამებრ საქართველოს ეკლესიაში კათოლიკოს პატრიარქები და მღვდელმთავრები იკურთხებოდნენ და იკითხებიან სვეტიცხოვლის თავარ და მირონის კურთხევას ეს არის, აი შეიძლება ითქვას ჩვენი სულიერი ცენტრი და გული უფრო მეტად თუ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენი ავტოკეფალია, მირონის ხარშვის ტრადიცია თუნდაც ჩვენი სიწმინდეები
უამრავი წმინდანის მოღვაწეობა გნებავთ მეფე დედოფლებისა. მათი სულიერი და ხორციელი მოღვაწეობის განივთება და გვირგვინი არის სვეტიცხოველი, მისი აშენება, ახშენების შემდეგ მოვლაპატრონობა, შენარჩუნება დღევანდელ დღემდე ამ სახით, ასე ვთქვათ, მხატვრობის თუ ნებისმიერი ორნამენტის შენარჩუნება, ეს იყო ძალიან დიდი ღვაწლი. ჩვენ დღეს მივდივართ და აი ამ დიდებულებით, ტყვებით და სანამ დავტყვებით გაოცებულები ვართ მის წინაშე, მაგრამ მისი დღემდე მოტანა და გარდა ამისა, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სასწაულებრივი არის ისიც, რომ ნიადაგი, რომელზეც აშენებულია მოგეხსენებათ, მტკვარი ძალიან ახლოს არის. ეს ბევრმა არის რაც. ძალიან საოცარი რამა, როდესაც ჩვენი ტაძრის შენება დავიწყეთ, მაშინ მითხრა ერთ-ერთმა არქიტექტორმა, რომ არქიტექტურული სრული შედევრიდან აბსოლუტური სასწაული და საოცრება არის იმ ნიადაგზე ამხელა ნაგებობის აშენება. მისი მდგრადობა, სეისმური მდგრადობა და დღევანდელ დღემდე შემორჩენა და ასევე ნიადაგის ასეთი უცვალებელი, ასე ვთქვათ, სტრუქტურა გეოლოგიური თვალსაზრისით, ასე შენარჩუნება და არანაირი დაუშვათ მილიმეტრით ცვლილება აი ამ ნიადაგისა. ესე ძალიან დიდი რამა, რომ გავითვალისწინოთ და რაც შეეხება სვეტიცხოველს, აი ყოველთვის ეს ძველქართული და არქაული ფორმები ჩვენ გვაბნევს ხოლმე, აი სიცოცხლე დაკავშირებულია ძელთან და ძელი ცხოველი ნიშნავს ცხოველმყოფელს, ანუ სიცოცხლის მომნიჭებელს, მაკურნებელს, სასწაულმოქმედს და თავადვე აი ამ ტაძრის მშენებლობის დროს გამოყენებული ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სამშენებლო ნივთიც და აი ეს თავარი ძელიც, რომელიც ცხოველძელად იქცა, არის ძალიან ბევრი რამის მანიშნებელი, რომ უამრავი კურნება, უამრავი ნიში და სასწაული აღესრულა მის მიერ და ამიტომაც არა მარტო აღესრულა, არამედ გამოიკვეთა და ამაღლდა კიდევაც, როგორც ჩვენ ვიცით მასთან დაკავშირებით და აი ეს ძალიან ბევრი გარემოება იყო მანუგეშებელი, რომ სწორ ნაბიჯს დგავდა ჩვენი წინაპრები, რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმ სისავსის და იმ სულიერი მემკვიდრეობის დამტევნელი, რომელიც საუკუნების მანძილზე იქნებოდა დაუნჯებული ჩვენ წიაღში და ეკლესიაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეიძლება არც ერთი გადაცემა არ ეყოს ამაზე საუბარს, იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რაც წინა წელთან იყო დაკავშირებული, ვფიქრობდი, რომ ამაზე იყო მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება. ძალიან დიდი მადლობა, გილოცავთ ხვალინდელ დღესასწაულს და ასევე ზეგინდელსაც სვეტიცხოვლობას. საიმრეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაიტულ დღესახურდ დეკანოზი იაკობ მუჯირი გვესაუბრებოდა.